ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს პირველ საათზე გია ბუღაძის გადაცემა ტელა. თუ იდენტობის ერთიანობა არ ხდება, მაშინ ხელობის ნაწარმოები ნაკლული და დროში იულად წარმავალი. უსმინეთ რადიო მელომანს. მოგესალმებით, დღეს დავარღვევთ ტელას ფორმატს და ვისაუბრებთ პროექტის შესახებ ტრანსლოკაციური ძეგლები, რომლის განხორციელებასაც გია ბუღაძე მუშა ჯგუფთან ერთად აპირებს თბილისში. მე გახლავთ ალექსანდრა მაცუცუ-გაბუნია, პროექტის ავტორი, კურატორი, პროექტში ასევე მონაწილეობენ მხატვარი როკო ირემაშვილი და არქიტექტორი სანდრო ჭუბინიძე. საქართველოში ყოველთვის მწვავე კამათია, როცა ქალაქში ახალი ობიექტი ჩდება, ამიტომ ენიჭება დიდი პასუხისმგებლობა ინიციატორს და შემსრულებელს და ამიტომაც გადავწყვიტეთ რაღაცნაირად აუდიო ახსნა განმარტებები გაგვეკეთებინა პროექტთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ესეთი მენტალური გარდაქმნებისთვის ბრძოლა და რაღაცა გვინდა რომ შეიცვალოს ორიენტირები. ამიტომ აუცილებლად უნდა გაანალიზოს, რომ ქართული სკულპტურული ენა ვერ პასუხობს თანამედროვე ადამიანის ვერც გემოვნებას და შესაბამისად ვერც მოთხოვნებს. კიდე ისიც უნდა გაანალიზდეს, რომ თანამედროვე ხელოვნების ნაწარმოები ვერ შეიქმნება იდეის, ცნების, კონცეფციის, კონტექსტის გარეშე. უბრალოდ ის გადაიქცევა უზარმაზად შტამპად. იგი თავისთავად ეს არის ტოტალიტარიზმის მოგონილი. პროექტის ეს ტრანსლოკაციურობის იდეა ძალიან საინტერესოა, ძალიან თანამედროვეა, ძალიან დემოკრატიულია და მოსახლეობის ჩართულობაზეა გათვლილი. პროექტი ძალიან ესეთი გრძელვადიანი პერსპექტივა გააჩნია, ჩვენ შემდეგ იმუშავებენ სხვა კურატორები, სხვა ავტორები, მაგრამ ძალიან რთული გზაა გასავლელი, რაღაცნაირად უნდა შეეჩვიოს თბილისის დაიძლიოს ესეთი იდეოლოგიური ფორმულები და რაღაცნაირად ათვისებული იქნას და არა მარტო ათვისებული, ამით მოსახლეობის მხრივ რაღაცნაირად უნდა მოხდეს შეგუება, შეჩვევა, გათავისება იმ სახვითი ენისადმი, რომელიც მთელმა დანარჩენმა განვითარებულმა სამყარომ თანდათანობით გაიარა, ჩვენ კი გამოვტოვეთ. პროექტის შესახებ ახლა ისაუბრებს გია ბუღაძე, ასევე თავისი ნამუშევრის შესახებაც. გთხოვთ გია. ჩვენი პროექტი ტრანსლოკაცია გარკვეულწილად შეკითხვებს დამატებს და არჩენება შეკითხვების გარეშე დღეს ხელოვნებაზე ვილაპარაკოთ, თუ კი ხელოვნებას გარკვეული ფუნქცია გააჩნია, რა თქმა უნდა პირველ რიგში ის რომ სააზროვნოც უნდა პროვოცირება გამოიწვიოს სააზროვნო პროცესებისა და მოგვცეს საშუალება ამ აზროვნებიდან მივახციოთ გარკვეულ თავისუფლებას. დიახ, თავისუფლებას, იმიტომ რომ ერთ-ერთი სფერო, სადაც ადამიანი რეალურად თავისუფალი, აზროვნების სფერო. დანარჩენი ყველგან იზოლება, ახლა ვქნათ ყველა ბიოლოგიური პროცესი, ფიზიოლოგიური პროცესი, ყველა პროცესი იზოლება. ხო, დამოკიდებულება, ხო და აი ხელოვნებაში სწორედ ეს გაცნაურებას და სააზროვნო პროცესებისა და თვითონ ტრანსფორმაციებისა გვაძლევს საშუალებას გარკვეულწილად შევეხოთ კიდევ ეს თავისუფლების რეალურ განცდას, თუმცა თავისუფლება ვოლუნტარიებს არ ნიშნავს და ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სათქმელი აზრში უნდა გამოხატო. როდესაც თანამედროვე ფორმებზე ვფიქრობთ და როდესაც კონტექსტს ვითვალისწინებთ და კონტექსტის გარეშე თანამედროვე არტი არ არსებობს, საერთოდ დიდი ხანია დამთავრდა თქვათ ის წარმოდგენები, რომ მხოლოდ მხატვრული ფორმის თვითგამოთქმა ხელოვნების მნიშვნელობა, აზრი და დიანშულობა მაგაში მდგომარეობს და სხვა სოციალური კონტექსტი, თქვა თუნდაც პოლიტიკური კონტექსტი ის უკვე ამოვარდნილია. სოციალური კონტექსტი ძალიან აქტუალურია, რაც ზოგადად უფრო მეტად ვიტუმეტეს გვიანი მოდერნის, უფრო სწორედ გვიანი პოსტმოდერნის თუ კირბის დავეხსახებით, ესე იგი ფსევდომოდერნის პერიოდში ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობაც აქვს. მოდი შევხედოთ ახლა აი ამ ფსევდომოდერნული გაგების კუთხით, თუმცა ფსევდომოდერნი ცოტა ამ შემთხვევაში ამოვარდნილია კონტექსტიდან, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. შევხედოთ ამას აი ამ კუთხით შევხედოთ მონუმენტალიზმის იდეას, რომელიც თავისთავად რა თქმა უნდა თავისი არსით ყოველთვის იდეოლოგიური იყო. იდეოლოგია და ხელოვნება გარკვეულ სიფრთხეზე ერთმანეთს ემთხვევა ყოველთვის. ამიტომ თუ კი იდეოლოგია ვინმეს ვერ იტანდა, ხელოვნებაში გაცხადებულ ანტაგონისტურ რას. ყოველთვის ასე იყო. მას შემდეგ ტოტალიტარული სისტემები, იდეოლოგიური სისტემები შეიქმნა. ადრე მას მარტივად არ ხდებოდა ბუნებრივი იდეოლოგია, პოლიტიკური იქნებოდა თუ რელიგიური, ნუ გააჩნია როგორი ტიპის იყო, თავიდან ბოლომდე ხელოვნებაში ცნაურდებოდა. იდეოლოგიები იკრებოდნენ, ხელოვნებები რჩებოდნენ.
ხო თვალთი მაგალითად ეგვიპტე, იგივე საბერძნეთი, ნაკლებად რომ ადამიანები ჩაუღრმავდნენ სიმბოლოებს და მითოლოგიური რელიგიურ რიტუალურ მნიშვნელობებს, რომელიც თქვა იგივე ეგვიპტურ ხელოვნებას ჰქონდა, უბრალოდ გაოგნებული ყურებს ამ ქანდაკებებს და ამ ქნილებებს, ამ რელიეფებს და ლაპარაკობ პირამიდებს, ასევე საბერძნეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იდეოლოგიები მიდიან, ფორმები რჩებიან. ხელოვნება რჩება, იმიტომ ფაქტობრივად მას თავისუფლად შეუძლია იდეოლოგია ჩაანაცვლოს და ფაქტობრივად ფორმით გველაპარაკოს, მხატვრული ფორმით გველაპარაკოს, ეს ესთეტიკა არ არის ხასუსო. ეს უკვე არის სოფხედო ახალი სამყაროს ღირებულის ჩვენ ვიყავს ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი სამყაროს სურათის დანახვის უფლება და სურვილი და შესაძლებლობაა პირველ რიგში. და ერთ რამეს დავუმატებ. ადრე ვთქვი, იდეოლოგია რელიგიური იქნებოდა თუ თეოლოგიური იქნებოდა, მაგრამ ძირითადად აწარსულს იდეოლოგიური, თეოლოგიური და რელიგიური იყო, რიტუალური იყო. გველაპარაკებოდა ეს ფაქტურად დიდი შეკვეთები მოდიოდა, დიდი სამუშაოები იყო, ფაქტურად შემსრულებელი საქმის გურუმი იყო. ხო, ასეა ხო. შემდგომ რენესანსს როცა უახლოვდებით, ხედავთ რომ დამკვეთი იდეოლოგიით დამკვეთი უკვე არისტოკრატიული ხდება, არისტოკრატიულია დამკვეთი და ფაქტურად ამ შემთხვევაში მეფეც ყვეთს და ამბევ რაღაცას შემდგომ მით უმეტეს ყვეთს უკვე შეძლებული ადამიანი და ხედავთ რომ მონუმენტალიზმის როგორ სახეზე თუ ერთ პირველ პერიოდში სულ ადრე რელიგიურ რიტუალური იყო და ის რა თქმა უნდა ტაძრების მორთვა მოკაზმას და ამ შემთხვევაში მარტო მორთვა მოკაზმას დიზაინი იყო იდეოლოგიის თორსა დიზაინი საუკეთესო გაგებით ღვთის ხელწერა ესე იგი შემდგომ ეს ჩანაცვლა უკვე არისტოკრატიული დიზაინი თუ შეიძლება ასე თქვა უკვე იდეოლოგია პოლიტიკური აბაში ხედეთ თუნდაც სიენაში წამზადდა შეხედეთ პალაცო პუბლიკოს დარბაზებს ეს ფენომენალურად გაკეთებული ამბროჯიო ლორენცის თუ როგორ უნდა იყოს სახელმწიფო ფასკები გენიალური ამბროჯიო თოდეს მე მოხდება ჩემი სტუდენტები მოხდებიან იქ და ლახავენ და შევლენ აი პალაცო პუბლიკოს ამ თავარ დარბაზში 9-თა დარბაზში გაუგნდებიან როგორია კარგი სახელმწიფო და როგორია ცუდი სახელმწიფო რას ნიშნავს კარგი მართლობა და ცუდი მართლობა თქო ეს არის ციცად გაკეთება ალეგორიები და სიმბოლოებით გატენილი ფრესკა მაგრამ ეს ნამდვილად უკვე შეკვეთაა იდეოლოგიური პოლიტიკური შეკვეთაა თქვათ რომ ამ შემთხვევაში დემოკრატიული ნიშნით აღბეჭილი მაგრამ მაინც იდეოლოგია ტოტალური ტიპის ლოკალურ სივრცეში შემდგომ ამას უკვე ანაცვლებს არა ასეთი ტიპის იდეოლოგია არამედ არისტოკრატიული იდეოლოგიები კონკრეტულად აი მედიჩის რა შეკვეთა უნდა ხო აი ეს მოწოს თქვათ იმ პერიოდში გატაცებულია თქვათ ფილოსოფიით ასეთი ტიპის ნეოპლატონური ფილოსოფიით და ბუნებრივია მეტამორფოზები მოდის ოვიდიუსის და ინტერპრეტაციები უკვე რენესანსის პერიოდში ამას შემდეგ მოყვება უკვე გამდიდრებული ბურჟუების ხელოვნება ხო მონუმენტალიზმში ეს ხარდება ძალიან საინტერესო გამდიდრდა თავის განაკეთების გაკეთება უნდა აბა რა არის თუ არა მებრძოლი ერთად კონდუტიორი და ბურჟუი ერთდროულად აი თქვათ იგივე რასაც ლეონარდო ვისაც უწევს მუშაობა ამ შემთხვევაში სპორტების ოჯახზე ლაპარაკობ მონუმენტალიზმი კიდევ რაღაცა გარკვეული იდეოლოგია თუმცა კონკრეტული ადამიანის წარმოდგენების გამდიდრების მისი განდიდების მიზნით ესე თქვათ რელიგიურ რიტუალური იდეოლოგია პოლიტიკურ სამეფო მონარქიული მონუმენტალიზმის იდეოლოგია შემდგომ წამოვედით აქეთ შემოსაყვარებლად წამოვედით ესე იგი არისტოკრატიულ ბურჟუაზიულ ტიპის იდეოლოგია ბურჟუაზიულ მონუმენტალიზმში შემდგომ უკვე გადმოვდივართ უკვე აქეთ და საერთოდ ბურჟუაზია წყობს ამ საკითხს რამდენად მოახერხებს ვერ გეტყვით იმიტომ ტიპური ბურჟუაზიული ხელოვნება ამას არ აცხადებს მაგრამ განმანათლებლობამ ერთი დიდი რაღაცა მოიტანა სკეპსის რელიგიურ სკეპსის დეიზმის ფილოსოფიას დაუმატა პოლიტიკური მაქსიმალიზმი ტოტალიტარიზმის და იაკობინელობა არის გენიალური მაგალითი და დიდი მხატვრები მონუმენტალისტი მხატვრები დიდი მხატვრები ხალხი ჟაკ ლუი დავიდი თუ ვინმე მიცის რა თქმა უნდა პოლიტიკური იდეოლოგიური შეკვეთა მისი გენიალური ნამუშევარი თავისად დაუმთავრებელი ვარ გენიალური ნამუშევარი ფიცი ბურთის თამაშის დარბაზში და შემდგომ ამას მოყვება უკვე ნაპოლეონი როცა მოვა მოდის ნაპოლეონის თვითკორონიზაცია რომელიც შედევრი მე არ ვიცი ამაზე უფრო საოცარი ნამუშევარი როგორ შეიძლება დახატოს 70 თუ 90 ადამიანი ზუსტად ისე როგორც ისინი რა ფსიქოლოგია ჩვენო ტანსაცმელი ყველაფერი აღწერო და ამავდროულად გრანდიოზულ დრამა ბლოკბასტერია მიმიქარავს პირდაპირ გაგებით ვამბობ ამერიკული ისტორიული ბლოკბასტერები ისეთი რთული სანახაობა ლურში ეს კიდია და ყოველთვის შეუძლია ვისაც ფერწერდა მხატვრობა და მონუმენტური ტიპის მხატვრობა უყვარს ამის შეხედოთ რაღაც დროს იდეოლოგიაზე პოლიტიკურზე ლაპარაკი დღეს ხო ის თუმცა თქვა ისიც რომ ნაპოლეონმა შენგენი გვაჩუქა მაგრამ ეს მისი ნაჩუქარია ეს სხვა თემაა სხვა დროს ვილაპარაკ სხვა ვალუტას ნაპოლეონის ევროს ეს მისი იდეებია სხვათა შორის როდის მოbrunდა რა ეს ყველაფერი მაგრამ ეს ახალი ნამუშევარი დარჩა ესე იგი ეს უკვე ტოტალიტარული ტიპის იდეოლოგიები
და განმანათლებლური ტიპის იდეოლოგიებია, მაგრამ მონუმენტალიზმში მუშაობს. შემდგომ კიდევ წამოვიდა მე-19 საუკუნე ამნიშნით თუ არ გულაპარაკება მოდერნული იდეების შემოდის და სამყაროს შეცვლის იდეა, უფრო რესტავრაცია, რევივალიზაციის კუთხით რაღაცა განახლდეს, ამიტომ ბურჟუაზიულია იდეოლოგია ნაკლებად მუშაობს, იმიტომ რომ ბაზარს მოგეხსენებათ იდეოლოგია აქვს, ერთ-ერთი იდეა რაც შეიძლება აზრი მას კონდეს, გამდიდრება აპორჩი, ფულია, ამიტომ თელი 19 საუკუნის მეორე ნახევარი იმპრესიონისტები იქნებიან თუ სხვები, ესენი გამდიდრებაზე მომუშავე ხალხია, პირდაპირ ჩემი საყვარელი იმპრესიონისტები კარგი ბურჟუა ხალხია. ერთ-ერთი კაცი ვინც აჯდება ბურჟუაზიულ თქვათ იდეაში, ეს არის ვან გოგი. სხვაშორის არც სეზარი, იმიტომ სეზარს დიდი ფული ქონდა და პრობლემა არ ქონდა თვითდამკვიდრებისთვის, ხო? მამისმა დაუტოვა. ვან გოგი, დიახ, ვან გოგი პირველი კაცი, რომელიც ცდილობს ხელოვნება გაანთავისუფლოს ყოველგვარი გარედან თავს მოხული, თქვა, თუნდაც ბურჟუაზიული შეკვეთისაგან. აი თქვა, კლოდ მონე ყველაფერს აკეთებს, რომ დიდი ფული იშოვოს და საბოლოო ჯამში მე დაემკვიდრება კიდევაც. ხო? ბურჟუაზიულად ცხოვრობს, კარგი სასახლე აქვს, არაჩვეულებრივი ბაღი აქვს და არაჩვეულებრივ ცხოვრობს. ჩვეულებრივი ბურჟუი, ჩვეულებრივი. ხო? ყველა აბსოლუტურად იგივე რანუარი მასე არის, ფაქტობრივად ხო თვითონ ხატავს ავადმყოფი ამდენს და თავის ბევრშვილებს დიდი ფული დაუტოვოს. ნუ ეს ვან გოგს თავში არ მოდის. ეს ვან გოგი საოცარი კაცია, სხვაში ყოველთვის ჩემთან უზრუნველყოფენ შეგიტოს რა არის ეს კაცი ამისთან რომ არ ამოუწურეთ, ვერ ამოუწურეთ. ეს არის პირველი ადამიანი რომელიც ამოწურა. მხატვრები ყველაზე იდეოლოგიაზე ზევიდგანან, თუ მათ შორის არის შინაგანი კონტაქტი. ამიტომ ბარტერის იდეა შემოაქვს. არ ამგონია ვინმე ეს ნათქვამი ქოთს, თუ დაგვიდებით გაცვლის იდეა. მე ჩემ იდეას გთავაზობ შენ და შემოდი შენი მაჩუკი. ეს იყო მასი იდეალი, რომელიც მას შეექმნა უტოპიურ სამყაროში, რომელიც არ შეხორციელდებოდა. ეს ძალიან სხვა თემა. ეს კიდევ გავაგრძელოთ ეს თემა, ძალიან ღრმად მივდივართ. მონუმენტალიზმი რა შევა? ამ პერიოდში სიჩუმეა მონუმენტალიზმის იდეაში, მაგრამ ძალიან აქტიურად იწყებს ამოცენებას ტოტალური ტიპის მოდერნული იდეები. ეს რომელიც რა თქმა უნდა ტექნიკურ-ტექნოლოგიურ და ინდუსტრიულ პროგრესის იდეაზე დგას და ორს დავასახელებ, სულად საკმარისია. ერთი დადადან მოდის, მეორე კიდე ფუტურიზმიდან, ერთი ფაშიზმი, მეორე კიდე სოციალიზმი. ნუ დადა ეს რა თქმა უნდა სოციალიზმზე დაყენებული სისტემა, რომელიც მე უკვე გადაიღრება უკვე ჩვენ ვიცით გადადის და ამაზეც ვილაპარაკებ და მეორე არის ფუტურიზმი, რომელიც ფაშიზმში გადაიზრდება, იმიტომ რომ ყველა ფუტურისტი ფაქტიურად ნუ ხა მარინეტიდან დაწყებული შექმნა ყველაფერი რა თქმა უნდა ფაშისტი ხდება და რეალურად არის მუსოლინის პირდაპირ გაგებით მისი უახლოესი მხარდამჭერი და სხვა შორის იდეოლოგიური იდეის განმახორციელებაც აღარ ვლაპარაკობ თქვათ აი თქვათ იგივე სავინიოზე და ყველა ვინც იტრიალებს ესე სიურრეალისტური გადახვევების კი არის ხოლო შეიძლება მეორე მხარეს ხო კუბო ფუტურიზმიდან დაწყებული მალევიჩთან უფრო ნაკლებად ჩას ვერ მოასწრო მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იქაც კომუნისტური იდეა რა თქმა უნდა შეჭარბობს ხო და იდეა არის კომუნისტი იდეა არსებობს ორივე იდეოლოგია ვან გოგისგან განსხვავებით ტოტალიტარული ტიპის იდეოლოგიების ვან გოგის არ წავედით კაცობრიობა არ წავიდა ვან გოგის გზით თუმცა სკოლის იდეა მასში გაჩნდა აბა წარმოიდგინეთ ვან გოგის გარეშე რა არის მუნკი არაფერი აბა წარმოიდგინეთ რა არის ვან გოგის გარეშე რა არის თუნდაც ემილი ნოლდე და იგივე დი-ბრიუკე ესე იგი ხიდი რა თქმა უნდა იგივე თუნდაც დერ ბლაუე რაიტერ ესე იგი ფრანც მარკი და რა თქმა უნდა ვასილი კანძინსკი არც იდეოლოგიაში აჯდებიან თავისია არტისტულია იდეა ეს სამი ხაზი გამოვიდა ეხლა მე ჩვენ მონუმენტალიზმი ვიყავით ხო საინტერესოა როგორ წავახეს მონუმენტალიზმის საწავ ტოტალიტარული სისტემები ქმნიან რა თქმა უნდა იდეოლოგიურ ხარჯახებს ორივე აქვს ამოსავალი ამ შემთხვევაში ფაშიზმსაც და კომუნიზმსაც რა თქმა უნდა მათ ისეთი ფორმა უნდა შექმნან რომელიც გაუძლებს ერთ შურის მომგვრელ ობიექტს ისტორიაში რომ იქვია მას რომის ესე იგი ტოტალიტარული მხატვრული სინკრეტული ფორმები ნუ განსაკუთრებით დიდი გემოვნებით გამოირჩევა ჰიტლერი იმიტომ რომ თვითონ ხატავს და ბუნებრივი გარკვეული ნუ გივე თუნდაც ჰუგო ბოსი უკეთებს დასაცველს ეს მეგონა რაღაც ამიშლოვანია ხო ხა იმიტომ რომ შეხედავ მაგალითად ფაშისტების დასასმელს ამ შემთხვევაში სამხედრო დასასმელს და საერთოდ მონდირი იქნება თუ თქვა თუნდაც ეს ლაბადები ნუ შეხედეთ როგორი კუდები ახურავთ და მიხვდებით რომ დიდი გემოვნების გაკეთებული და მინიმალიზმზე აწყობილი ორიენტაცია ყველაფერი გათვლილია კონსტრუქტივიზმის გამოცდილებას არის რა თქმა უნდა კლასიკური განათლების ხარჯ ბუნებრივეს მეორე მხარეს რა თქმა უნდა ყველაფერი ისე რომზე დგას თუნდაც ვენეციური აქცენტით
ეს ამ შემთხვევაში მე იტალიაზე მე სტალინურ სოციალიზმს ლაპარაკობ, აქაც მაქსიმალისტურია. ვენეციაზე დგანან, იმიტომ რეალურად ის იდეოლოგიები, რომელიც უკუდნენ მხატვრულ სახეს, სტალინს ამ შემთხვევაში და 32 წელს გაცხადებული მანიფესტის სახით, რომ ისინი სხვა ვენეციაზე ეკეთებოდა ჭკუა, იმიტომ რომ მათი მხატვრულ ფორმალური მეთოდის გამაცხადებელი იყო არც მეტი არც ნაკლები რეპინი და სურიკოვი. და ახლა ესეთი ხო თავისთავად ყველანი იყვნენ ვენეციური ფერწერის ტიციანის და ვერონეზეს და უფრო ვერონეზე ტიციანის და არა ტინტორო ნამედანი მანიერული იყო მათთვის ამ გზის იმდევარ და ცნებად ლაგდება რა ყველაფერი თვალდალაგებ და უკვე ტოტალურად სისტემა მოხდა ეს ერთი ბრძოლაზე ლაპარაკობს მარადიულ ბრძოლაზე მარადიულ გენეტიკურ განახლებაზე გამთლიანებულზე ომის ტრადიციასა და ინოვაციას შორის დგას როგორც ყარი ფაშიზმი მეორე კიდე მარადიულ დაუსრულებელ რევოლუციებზე სოციალურ სამართლიანობაზე ნუ სტალინზეა ლაპარაკი და ორივე შემთხვევაში ადამიანი ამაყია და გახარებულია განსაკუთრებით სოციალისტში ყველგან გახარებულები არიან ყველა გახარებული ნუ შევხედოთ მის გრანდიოზულ პროექტებს რომელიც ხორციელდება და შემდგომ მესამე ნაწილი იდეოლოგიური დაპირისპირება ბაზარი იწყებს იდეოლოგიის იდეის პრაგმატიზმის ფილოსოფიას ხაშურს ამერიკა ამაკის სათავე ბუნებრივია თავის დროზე დიდი მამებისგან ლოკიდან მოდის საბოლოო ჯამში მაგრამ მე უკვე დიუი და ასე შემდეგ უკვე ქმნის დიდ ფილოსოფიას პრაგმატიზმის ფილოსოფიას უკვე ამერიკა თავის იდეოლოგიით შემოდის თავისუფალი ბაზარი თავისუფალი ხმა არჩევანი და ინდივიდუალური თავისუფლება პიროვნების დონეზე ის ქმნის ცალკე იდეოლოგიურ მონუმენტალიზმს რა საოცრებაა რა ну вообще ხაში პირდაპირ ლაპარაკია ბერნეტ ნიუმანზე და შემდგომ ზოქსონ პოლოკი ხო ფაქტურად იდეა იმიტომაც იყო მაგალითად როდესაც საბჭოთა კავშირში დიდი გამოფენა მოეწყო ვდხ-ზე რუსეთში ისინი მიღწევათ გამოფენას ამერიკის პირველი გამოფენა 50 წლების ბოლო წამჩამოტანილი ქონდა სწორედ ზოქსონ პოლოკი წარმოდიეთ რა დაემართებოდა იმ დროს საბჭოთა იდეოლოგიის მიმდევარ მხატვრებს მიდიოდნენ და ხედავდნენ მის დრეიპინგის მეთოდით შესრულებულ ნამუშევრებს ხდებით ეს როგორ მუშაობს შემდგომ პოსტმოდერნის შემოდის კონცეპტუალიზმი და რეალურად გააშიშლა ყველა მოდერნული პროგრესისტული ტიპის იდეოლოგიის კრახი ფაქტიურ მაგალითად ანალიზ პირველად მოხდა რომ ხელოვნებამ თავის ძირითად საქმიანად გამოაცხადა თვითრეფლექსია მანამდე თვითრეფლექსიის ელემენტები ფრაგმენტული იყო ძირითადად პროგრამული ხასიათის იყო რეფლექსია არ ხდება პროგრამული იყო ხა დადაისტებს გადახედე კუბოფუტურის ყველანი პროგრამული ფაქტიურად მანიფესტებია აქ ხდება რეფლექსია პირველად ხდება და როგორც კი რეფლექსიას იწყებს ადამიანი რა თქმა უნდა სისტემები იდეოლოგიური ტოტალიტარული სისტემები ინგრევა თუ კეჭი შეეფარებათ ტოტალური სისტემიდან გამომდინარე ტოტალური სისტემის მონუმენტური იდეის აუცილებლობაში უკვე შემოდის დისტანციის თემა ჰეგელს ეხება რა თქმა უნდა ჯოზეფ კოშუტი დიდი მამა კონცეპტი ჰეგელზე დგას დიალექტიკური განვითარების იდეა ბუნებრივად ჰეგელი პირდაპირ ამბობს რომ ხელოვნება მოკვდა გარდაისახა ფილოსოფიაში ხოლო კოშუტი ამბობს რომ ხელოვნება ფილოსოფიის შემდეგ ისე ფაქტ ჩათვალოთ ერთი ჯოხის ორი სხვადასხვა მხარეა ჩემთვის იდეალურად კარგაჩდება ეს ყველაფერი და საინტერესოა და აი სწორედ აი გავჭერით გზა უკვე თანამედროვე მონუმენტალიზმის გაგებამდე თუმ ვესელმანი იქნება თუ რა ვიცი ვინც არ უნდა იყოს იქ პოპ-არტის მამები უკვე ბოლო პერიოდში თუნდაც იქ უორხოლი რა თქმა უნდა დიდ მონუმენტურ ფორმებს თავაზობენ მაგრამ ირონიული დისტანცირებით ფაქტიურად უკვე არ არის იდეოლოგიური შეკვეთა არის ყოველდღიურობის პრაგმატული სამოწევი იდეის დონეზე მაგრამ ეს დიდხანს ვერ გაძლევდა ბუნებრივად ამან თავისი საწყველი თქვა და ბოლოს მივახციათ უკვე პოსტმოდერნი გვიან პოსტმოდერნში საერთოდ რადგან აქ მოვედით სადგე ვარ დღეს ხო ირონიული დისტანცია იდეოლოგიური დეიდეოლოგიის პროცესები როცა ვხედავთ რომ პოლიტიკა გახდა პოეზიის სიტყვაზე არ იყოს თვითონ სოციალური სკულპტურა ხო პოეზია ხო დიდმა გასწრა საბოლოო ჯამში თუნდაც აი ეს გრანდიოზული საოცარი იდეა რომ მოიფიქრა რომ ესე იგი სოციალური სამართლიანობის ლაბორატორია ჩამოაყალიბა როცა მიხვდა რომ თვითონ ხელოვნება გადაინაცვლებს პოლიტიკის სფეროში და იდეოლოგია კი არა სამართლიანობის იდეასთან არის კავშირში სადაც უკვე ყოველთვის უკვე ხმამაღლამოს ედერ მენშენის გუსლა ესე იგი ყველა ადამიანი არის ხელოვანი უკვე რომელ ტოტალიტარული ტიპის მონუმენტალიზმზე შეიძლება იყოს ლაპარაკი იგი როგორც სივრცეში ესე იგი ტოპოსში space-ში ესე იგი რაუნდში ესე იგი შემცირდა თავისი მნიშვნელობით ასევე რა თქმა უნდა თავის ტემპერალობაში ტემპორალობაში დროში მას არც ხანგრძლივი იდეა აქვს საფუძვლად და არც
სივრცეში არ არის თქვა იმ ტიპის რომ თქვა პარადიულად იდგეს და იყოს მაინდამაინც განსაკუთრებულად მყარი. თუმცა მისი შენახვა და გადარჩენა შეიძლება როგორც ფრაგმენტის და როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც გარკვეული ნიშანის, დროის ნიშნის. ამ შემთხვევაში ჩვენ იდეა სწორედ მაგას გულისხმობთ, რომ ეს მონუმენტალიზმი, ტოტალიტარული ტიპის მონუმენტალიზმი, რომელიც დაიდგა და დგას მხარს მიერ მასალაში, მას თავისი დრო ჰქონდა და მან თავისი გაიარა, და შევთანხმდით რა ეპოქები გადის და ხა სპეციალურად ვილაპარაკე და თავის ტოტალიტარული სისტემები, ტოტალიტარულ მასალებს იყენებენ, ტოტალურ მასალებს იყენებენ, გრანიტი, ბრინჯაო და ასე შემდეგ. გზიმია, მასიური გადაადგილება რთულია, ნუ სადღაც აღწარმოუდგე. აქ ყველაფერი უკვე თითქოს ფრაგმენტულია, ფრაზირებულია და დისტანცირებულია ირონიულად. ეს საოცარი მეთოდია. ძალიან შეესაბამება თანამედროვე არცს, თანამედროვე ხედვას, თანამედროვე ადამიანს. სადაც თვითონ ციფრული დაფიქსირება და მის გაქრობა, თვითონ ნიჩეს ცნობილი თეორია, მარადიული დაბრუნების შესახებ, რომელიც სულ ეს სამყაროს არ გულისხმობს, მაგრამ სამყარო ნახეთ როგორ მოხდება და ტრანსფორმირდება, რამდენი თაობის აიფონი არსებობს. ახალი თაობის აიფონი ჩაანაცვლებს წინას. ის წინას აი მარადიული დაბრუნება როგორ შემოგვიტრია და ნიჩეს. ესე იგი, ხوارსად არ გაფრინდა, როგორ გადავაკეთეთ. აი ასე ხდება, ესე იგი, საფუძველი არტის, თანამედროვე არტის პროცესი მონუმენტალიზმის ამსაკეთ მიდის. ასე ტრანსფორმირებს, მალე იცვლება, მალე სახეს იცვლის და იგი სრულიად ზარწმუნებს ტოტალიტარულ წნეხს არ წარმოადგენს არც სივრცეზე, არც დროზე. ჩვენ სწორედ ამ კუთხით განვიხილეთ, ჩვენმა ჯგუფმა განვიხილა, რომელშიც შედიან ასე პირველში კურატორი არის მაცაცო თქვა ხო? მაცაცო გაბუნია, ალექსანდრა გაბუნია, სანდრო ჩუბინიძე, არქიტექტორთან ახალგაზრდა არქიტექტორთან ერთად და ძალიან მიამაყება და ჩემი ყველაზე დიდი სიმპათია რა ვქნა ხარ ეწყვილოს ხარ არავის და ახალგაზრდა მხატვრებში როკო ირემაშვილი. და მეც აღმოჩნდა ბებერიკაცია ამ გაუგებრობაში, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონდა და აი ვიждებოდი როგორც აკეთებენ ტრაფალგარის მოედანზე, ანს ინგლისში, ლონდონში, ლონდონი ახლა სერიოზული ქალაქია, მე მგონი საქართველოში არ არის არაფერება. მეჩვიდე ტრაფალგარის მოედანს კიდე მნიშვნელობა ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ არ იცის, გადახედო და ნახო ტრაფალგარის მოედანზე, იქ სადაც შუაში დგას არც მეტი არცეგები ადმირალ ნელსონის ქანდაკება, ეს ნაციონალური გალერეის წინ, სადაც სხვადასხვა საოცარი ნამუშევრები, ლეონარდო ინახება, მიკელანჯელო, იან ვან ეიკი და პიერო დე ლა ფრანჩესკა და რავისი ვინარა, ხო, აი სწორედ მაგის წინ არის სპეციალური ძველი პიედესტალი დატოვებული, დიახ, აი ეს კრისტოფერ რენის პერიოდის პიედესტალი დატოვებული და ყოველ წელიწადში ერთხელ იცვლება ქანდაკება. აკეთებენ როგორც ახალგაზრდები დამწყები არტისტები, ასე ძალიან ცნობილი გამოცდილი არტისტები. შეგიძლიათ ეს დოკუმენტალურად ნახოთ, რომ ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, რომ აღმოჩენს ძალიან დიდი რამ. აი ახლა ხანს რაღაცა ისეთი საინტერესო ობიექტი იყო, ხან ბოთლი იყო წარმოდგენილი თქვა შიგნით გემით, ძალიან ახლოს იყო იდეა და მამალი ლუიჯი პრაჩე. მე არ მინდა შეგიძლიათ ის ისტორია ვნახოთ. მე ეს ქანდაკებების ხო რომელსაც მუნიციპალიტეტი, ლონდონის მუნიციპალიტეტი აფინანსებს, მე ინახება. ან გადაადგილდება მოძრაობს სხვა ქალაქებში, ნუ თუ სრული ამის იქნება, მაგრამ ეს თვითონ ეს ქანდაკება არ წარმოადგენს ას კნილება ობიექტი, არ წარმოადგენს ტოტალიტარულ დამახჩობელ ობიექტს. იგი არის დღეს და რამდენიმე ხნის შემდეგ აღარ იქნება. ტემპორალობა, ცვალებადობა, ტრანსფორმაციის იდეა შემოდის ძალიან აქტუალურად და ძალიან შეესაბამება დღევანდელი ციფრული ცნობიერების ადამიანის მენტალობას და ხედვას. რაღაცა დაძველდა და ან თქვა გაიკარგა თქვა ციფრულ ისტორიაში გაქრა, ან რაღაცა დამთავრდა და წავიდა ხო, როგორც აი ძველი თაობის აი ტექნიკა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ზუსტად ლოგიკურად ჯდება, როგორც ბოისის, ასევე თქვა უორხოლის, ასევე აი დიდი ფილოსოფოსების იდეაში. როდესაც უკვე ადამიანი, განმანათლებლობის ადამიანი, სკეპსიზით სავსე ადამიანი, შეკითხვებს სვავს, სკოდა ირონიულად, სკეპტიკურად, მაგრამ თვითდამკვიდრების მიზნით. ფიქრობ ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის ობიექტი არც ვინმეს გააღიზიანებს, არც აიძულებს რომ მაინდამაინც მთელი ცხოვრება მას უყუროს თუ თუნდაც უშვებს. და ამავე დროს საშუალებას მისცემს შემოქმედებით ტემპერამენტს თავისთავად გამოხატოს. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად ობიექტს, ალბათ უკეთესია ხილტანგზე ვილაპარაკო. ხო, მე ეს იდეა ძალიან დიდი თუა ეს შეიძლება რომ შეიძლება ხო ამას. ესე ხილტანგის იდეა ძალიან დიდი ხანია მაწუხებს. სხვა შორის ეს იდეა გამიშთა, როცა ვიყავი შვეიცარიაში და ჩემ უკრაინულ მეგობრებთან საუბრობდი. ჯერ რა დროს ომი იყო უკრაინაში, ჩვენ აფხაზეთი უკვე პრობლემა ჰქონდა
იმპერიებში მიყვებოდა ეს და როცა ვლაპარაკობთ მე და ეს ბიჭი ეს იყო მიკოლა მაცენკო იყო ასეთი ბიჭი ეს იყო ლოვიდან იყო და თქვენ წარმოიდგინეთ როგორი იდეა იყო მაშინ გამიშთა მე იდეა გავეკეთებინა ასეთი გამოფენა სამხრეთ აღმოსავლეთი აღმოსავლეთ დასავლეთი უბრალოდ სადაც იქნებოდა ჩვენ ტკივილებს ევროპელებს ბაზილში დავანახებდით ხო მაშინ გამიშთა ეს იდეა რომ მოდი გამენედლებინა იარაღი მოდი ცოტა ისტორიას ჩავკროთ რასაც განადელებული საწარმოებელი იარაღი ის რაც კლავს ჯვარი რა იყო ძველ რომში თუ არა საწარმოებელი იარაღი მასე კლავდნენ ადამიანებს ჯვარი დაცველი არ იყო არის საწარმოებელი იარაღი თან რომ სპეციალურად ვახსენებულ ტოტალიტარული იდეალურ ფორმას ხო ჯვარი შექმნეს მათ ამ შემთხვევაში კი მანამდე ჯვრის სემანტიკა კი ვიცით და ისტორიული და ძველია არქაული სამყაროდან მოდის ციცად ეს ნიშნავს ძველ რომში აი ეს უბრალოდ იმპერიულ სამყაროში ნიშნავდა რა თქმა უნდა გამოხატავდა პირდაპირ გაგების საწარმოებელი იარაღი სადაც ადამიანებს წამებით კლავდნენ ხო ხოლო განადლებული ჯვარი ნიშნავს აი ამას სიკვდილისა დამძრგუნების იდეას ნიშნავს ის არქაიკას ნიშნავს პოსტმოდერნიზმის ყველაფერი ციტირება ხდება უბრალოდ ჰერმენევტიკური ტიპის აზროვნება ჯობია ასე ვთქვათ როცა ანალიზი წებ თვითონ მის მიღმა არსებული იდეებისა და აი ვთქვათ დისკურსების ხო თავს რომ მოუყრია მას ყველაფერს უდა აღმოაჩენ რომ არის ჯვარი რომელიც განედლდა სიცოცხლის ხეთ იქცა და მართლა ჩვენ ჯვარი დღეს გვიცავს ირონიულ ფორმას ვიყენებ არა დაცინვის, არა სარკაზმის პირიქით ციტირებ, იმიტომ მე მეც ვერ შევწდები და აი ტანკი რუსის ტანკი იქნება, რომელსაც აგერ შემოვიარდა და აგერ თბილისიდან აფეთქებდა რაღაცეებს და თქო გადაატრიალა ყველაფერი და აგერ გას 25 კილომეტრში ხო? რუსის ტანკი უკრაინაში დღეს ხო? და მინდა ჩემს ოცნებაში ბავშვ თუნდაც პრიმიტიულ წარმოსახოში, ირონიულ წარმოსახოში გავანედლო ეს ტანკი რუსისა. T75 გავანედლო დიახ აი როგორ ჯვარი განედლდა ქრისტიანების ხელში განედლოს ეს ჩემი არტისტული პათოსით განედლდა იქცეს ხილად რომელიც შემიძლია თავისუფლად თან იმიტაციურ ხილად ეს ნამდვილი ხილი კი არ იქნება იმიტაციური ხილი და არ შეიძლება ეს ყველაერი იყოს აი დაახლოებით ასეა რა თქმა უნდა ეს იქნება დროებითი ობიექტი კარგი იქნება თუ კონტექსტი კარგი იქნება საჯარო სივრცე შეიძლება იყოს ეს არ უნდა იყოს სადღაც პარკში რომელიც იტყვის მხოლოდ იმას რომ საფავშების სათამაშოა ეს ისეაც თამაში ისეც არის მავე სერიოზული თამაში ეს არ არის პარკის მოსართული ობიექტი ეს არის ობიექტი არტისტული უნდა იყოს საჯარო არასაგამოფენო სივრცეში აი ისეთ სივრცეში რომელიც არ არის სპეციალურად ამისთვის თუმცა თუ ის ადგილები რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ იქცევა გარკვეულწილად ამ მხრივ წარდგენისთვის საინტერესოს ფიქრობ იქნება და იქ რეგულარულად მოხდება სხვა ჯგუფები სხვა თუნდაც კურატორები არტისტები თავის მოგცემენ საშუალებას მიეცემა საშუალება თავიანთი თავი სოციალურად ორიენტირებული თავის იდეები განახორციელონ მე მგონი იქნება ძალიან საინტერესო და აქტიურებს ხა მე არ ვლაპარაკობ აქტიურებს ხა შემოქმედებით პათოს ყველაზე მთავარი რა მინდა გითხრათ მე არ ვამბობ მან ერთი წლით იქ ლონდონში არა 3 თვით 4 ობიექტები ესენი ჩანაცვლება და პროცესი იქნება მგონი ძალიან ცოცხალი არ გამოვრიცხა რომ საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძლება შემდგომში და მე მგონი მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ინსტალაციის კონცეფციას მოიხილავს სანდრო ჩუბინიძე ჩვენი არქიტექტურული ინსტალაცია, რომელიც იწოდება როგორც დარღვეული გეომეტრიის რესტავრაცია, ამ შესანიშნავი საგამოფენო წამოწყების და ინიციატივის ერთ-ერთი ნაწილია. იგი სრულიად ეკუთვნის პოსტმოდერნისტულ და კერძოდ კი დეკონსტრუქციისტულ მეინსტრიმს, რომელმაც ასე ფართოდ მოიკიდა ფეხი დღევანდელ ეპოქაში. თუმცა იმ სტერილური დეკონსტრუქციისგან განსხვავებით, რომლებსაც ხვდებით მაგალითად ლიბესკინდის, კოფიმელბლაუს და პეტერ აიზენმანის შემოქმედებაში, მოცემული ინსტალაცია უკვე გარღვეული ფორმის თვით რეკონსტრუქციას გულისხმობს. კანონიკური დეკონსტრუქციული კომპოზიცია აქტიური, რთული და ხშირ შემთხვევაში სპეციალურად გართულებული ფორმებით აგრესიულად იჭრება მის გარემომცველ სამყაროში, რომელიც რეალურად ხშირად შემთხვევაში ურბანულ სტრუქტურას წარმოადგენს. იგი ცდილობს მისი შინაგანი შედგენილობა გარესივრცეში გადმოგვაროს, ან და პირიქით, გარესივრცეების შთანთქმა სტადია ხშირ შემთხვევაში. ჩვენი ინსტალაცია უკვე დეკონსტრუირებული პრიზმული მოცულობის რესტავრაციაა, უფრო სწორად კი თვით რესტავრაცია, თვით რეკონსტრუქცია. როდესაც გეომეტრია ცდილობს მისი შიდა სტრუქტურის აღდგენასა და მოწესრიგებას, გაცოცხლებას.
ამასთან თვითაღმდგენი პროცესი არანაირად ცდილობს ოდესღაც განსწილი რღვევისაგან დამჩნეული კვალის წაშლას და მიჩქმალვას და პირიქით წარმოაჩენს მას როგორც ისტორიის და მეხსიერების სიმბოლოს. ამასთან ინსტალაციის კონცეფცია მდგომარეობს გეომეტრიული სხეულის ცოცხალ საზოგადოებრივ სუბიექტად წარმოჩენაში. რეალურად ხომ არქიტექტურული ნაწარმოები ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ევოლუცირებს თავისი არსებობის მთლიან პერიოდში. ამასთან გსურდა აღვწერა შიდა და გარე სივრცეების ერთგვარი კონფლიქტი. დარღვეული, აღდგენილი საფასადე სიბრტყეები, რომ აშორიშორებს ერთმანეთისაგან. ფუნქციურად ჩვენი ინსტალაცია პავილიონს თავისუფალ ორ შიდა და გარე სივრცეების სინთეზირებით წარმოშობილ სტრუქტურას წარმოადგენს. ეს სტრუქტურა პირდაპირაა გათვლილი იმასეთ, რომ დამთვალიერებლები მას აღიქვამდნენ როგორც შიდა, ასევე გარე სადისტანციო წერტილებიდან. ეხებოდნენ მას, იყენებდნენ პავილიონს როგორც საჭრილობელს, საფიქრალ, სარეკრეაციო, დასასვენებელ ადგილას. შესაბამისად, მოცემული ინსტალაცია საპარკო ზონებისთვისაა განკუთვნილი. ნამუშევარზე ურბანული ხმები და თბილისისთვის პროექტის ტრანსლოკაციური ძეგლების მნიშვნელობაზე საუბრობს როკო ირემაშვილი. ვიდრე უშუალოდ ნამუშევარზე საუბარს დავიწყებდა, მინდა ორი სიტყვით შევეხო თვითონ პროექტის მნიშვნელობას, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გაბნევას ქალაქის ურბანულ სივრცეში. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება სამწუხაროდ არშია წარმოადგენს დღევანდელი თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს და სწორედ ეს პრეცედენტი მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად, რომ ადამიანისთვის ამ სახით სკულპტურის წარმოდგენა, ამ სახით თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის წარმოდგენა იქნებოდა მათი ყოველდღიურობის შემავსებელი ნაწილი, ისე როგორც კინემატოგრაფია ან მუსიკა არის მათი ყოველდღიურობის შემადგენელი. სამწუხაროდ ეს ფუნქცია ვერ შეითავსა დღემდე ალბათ თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებამ ის იმედის მაქვს, რომ გადალახვადი, ასე ვთქვათ, შლაგბაუმიან ბარიერია ჩვეულებრივ ბიუატელსა და ხელოვნებას შორის და ეს ზღვარი ალბათ ადრე თუ გვიან გარკვეული პროცესების შედეგად დაირღვევა და მე ვფიქრობ ამ პროცესების ერთ-ერთი მცირე წამოწყება სწორედ ეს და მსგავსი პროექტებია. ხოლაც უშუალოდ ნამუშევარს შეეხება ურბანულ ხმებს, ეს არის ერთ პერსონაჟის სამი სხვადასხვა პიროვნების გაერთიანების მცდელობა, მისი ჩაცმულობის, ვარცხნილობისა და გაუმეტყველების მანიპულირებით, ხოლო მასზე გაკეთებული ურსასმენები ხაზს ასმევს და ასე ვთქვათ ეპირისპირება სათაურს ურბანულ ხმებს, რომელიც ამ ურსასმენს სწორედ ემიჯნება ამ ურბანულ ხმებზე თავის საკუთარ მეში, საკუთარ შინაგან ხმებში ჩაღრმავებას, ასე ვთქვათ უსმევს ხაზს. სწორედ ეს ხო ის მცირე дрისი თქმაც შემეძლო ამ ყველაფერზე. ყოველ ორ შაბათს, 4 შაბათს და პარასკევს პირველ საათზე გია ბუღაძის გადაცემა ტელა. თუ იდენტობის ერთიანობა არ ხდება, მაშინ ხელოვნების ნაწარმოები ნაკლული და დროში იულად წარმავალი. უსმინეთ რადიო მელომანს.